მოგესალმებით, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, კიდევ გუშინ იყო, გეწეოდეთ ამ დღის დაღადამარლი, აგრეთვე ახალ წელს გილოცავთ, ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეთ. ჩვენ კი ჩვენი სიახლეებით გიბრუნდებით, ცოტა მრავალფეროვანი ვიდეო გამოგვივა, არა მარტო დანები იქნება დღევანდელ ვიდეოში, ასევე ძალიან კარგი პროდუქტი დაგვიმატა, ნაითქონის ფანრები, გარიზოგი ცოტა ედისი, უფრო შეულიეთ რა სხვადასხვა სახის ფანრები. და შემდეგი შეკვეთაც მალე იქნება ალბათ უკვე ორ კვირაში დაგვეწევა. და იქ უფრო აქცენტი გვაქვს ედისი ნივთებზე, უფრო პატარა და ყოველდღიურ სატარებელ ფანრებზე. აქ არის, როგორც ხედავთ, თავზე გასაკეთებელი ფანრებიც, ჯიბის ფანრებიც, ცოტა ტაქტიკური, ცოტა მეტი ლუმენით, ნაკლებით, მოკლედ ყველა ნივთი ვფიქრობ საინტერესო და კარგია და სხვადასხვა გემოვნებისთვის, არა მარტო ედისი ფანრები რა. გარდა ამისა არის დასაკეთsi მოდელები, სიახლეები, რაც ეხლა დაგვიმატა ბოლო პერიოდში, აქ 3 მულტიტულიც გვაქვს სხვადასხვა ბრენდის და 2 ფიქსედი. ხო, კიდევ ერთი კარგი ამბავი არის ტყავის ხელნაკეთი ნივთები, მაგაზეც მოგახსენებთ. მოდი ფანრებზე რაღაცა რამოდენიმე მოდელი მაინც გავიაროთ, ახლა სათითაოდ ჩავყვე ამათ ლუმენებს, მანძილს და ყველაფერს, ვფიქრობ ცოტა მოსაწყენი გამოვა. ერთ-ორ მოდელს გაჩვენებთ, რაც მე მომწონს მაგალითად ჯიბეშიც მიდევს ახლა ამ წუთას ეს ნაითქონის ფანარი, ჩემი არის ედისი 23, აგერ ედისი 29 გვიდევს. ცოტა უფრო დიდი ზომისა, ცოტა უფრო მეტი მონაცემები აქვს ესე ვთქვათ, მოდი ჯერ ვიზუალურად შევათვალიეროთ ეს ფანარი. ძალიან კარგი მყარი საიმედო კლიპს რა მეთქი ვინტი. ნუ მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად აქვს, აქ რეზინები რო ხელში არის რეალოს, წყალი არ ჩადის, დარტყმას უძლებს. ეკრანზე გვიწერია მაგალითად რამდენი ხანი აი ბლოკი აქვს. და ეხლა ეს არის ყველაზე პატარა ლუმენი 15 ლუმენზე ნახე 60 საათი 19 წუთი 61 საათი 15 ლუმენი სხვათა შორის არ არის დიდი ნათება, მაგრამ სიგნალში საკმაოდ კარგია რა და მოკლედ აქვს აგრეთვე ტურბო რეჟიმი, რომელსაც ძალიან დიდი შუქის. მოკლედ საინტერესო ფანარი არის ეს ჩვენი ედისი 29, მას აქვს 6500 ლუმენი და 400 მეტრი აქვს ნათების მანძილი რა. ამის ძალიან კარგი შეფუთვა აქვს სხვათა შორის ეს არის ედისი 35. 5000 ლუმენი აქვს, კარგი ჩასადებიც აქვს და თვითონ ფანარის ვიზუალიც რო შევათვალიეროთ, აქ მასაც აქვს ბლოკირება. ნუ ყველა მათგანი რა თქმა უნდა დატენვადია, დარტყმა გამძლეა, წყალგაუნტარია, 90 საათი უწერია ამას. უწერია რა თქმა უნდა აქვს კიდეც ესე და ძალიან კარგი ამბავია. აი აქ აქვს ელემენტი რამდენზეა დარჩენილი ნელ-ნელა ჩაქვრება ეს ისინი და დატენვის დროს პირიქით შეივსება ეს წერტილები და მოკლედ ესეც ძალიან საინტერესო და კარგი ფანარია. აი რამხელა მაგარი ტურბო აქვს, ცოტა დამოგრმავა კიდეც. მოკლედ კარგი ნივთები დაგვემატა რა ამ ნაითქორის სახით, ფანრები, როგორც ვიცი ძალიან უყვართ დანის მოყვარულებსაც და ისედაც საჭირო და საინტერესო ნივთები არის ყოველდღიურ პრაქტიკაში რა, ამის თქმა მინდა. ეხლა მოდი, ნუ აქვე არის კებზე გასაკეთებელი ფანარი, რომელსაც თავისივე თოკიც მოყვება ალბათ. თავზეც მაგდება, ასევე თავზე გასაკეთებელი ფანარი, ერთი სახის, მეორე სახის, კარგი შეფუთვები აქვს ყველას. აი ესეთი დასადგმელი ძალიან კარგი ინსტრუმენტად, კარგია ეს ფანარი, მოკლედ სხვადასხვა ტიპის, აი ესეთი პატარა ბრელოკი ფანარიც, რომელსაც თავისი კლიპსაც აქვს, შეგიძლია მოხსნა ეს და მხოლოდ ამით დაეკიდო, ან ამით კამარზე ატარო, ჯიბეზე და ასე შემდეგ, მოკლედ საინტერესო და კარგი ნივთებია და კიდე ბევრი კარგი სიახლის დაგვემატება ამათი. ეხლა ესეც ჩამოვიტანეთ, აი ეს სრაფჩრელი ესე ვთქვათ, ნაითქორის, ხო ვითომ არაფერი ძალიან რაღაცა პატარა და უბრალო ნივთია, ესეც საკანცელერიო დანისპირი უყენდება, მაგრამ ინტეგრალი მთლიანი ტიტანია თავის საკიდით მსუბუქი და შლა ძალიან მარტივია ესე გამოდის მთლიანად, შეგიძლია აქედან შეუცვალო პირი და ისევ თავისივე ლიანდაგში ჯდება რა. გასახსნელიც აქვს. მოკლედ კარგი ნივთია, ძალიან საინტერესოა, მოდი ნელა-ნელა დანებზეც გადავიდეთ, სპაიდერკოს მოდელი უნდა წარმოგიგნოთ პირველი, ეს მოდელი ჩვენ მქონდა ადრეც, კაიზერ ურბან FRN ქვია, N690 CO ფოლადი გვაქვს, დამზადებულია იტალიაში. და ესეთი slip joint-ი ჩამკეტი მექანიზმი. ეს კი ისევ სპაიდერკოს ასტიუთი უნდა წარმოგიდგინოთ, 8 ქრომი 13 მოვიფოლადით, ჩინეთშია დამზადებული ეს კონკრეტული მოდელი, მაგრამ საკმაოდ ბიუჯეტურიც არის და ძალიან კარგი ხარისხია სხვათა შორის მაქვს მეც ჩემთვის ეს დანა და ძალიან მომწონს რა. დავშალე კიდეც აქვს ორი შაიბა ოდის თითბერის გამოჭრილი, ცოტა ნაფიქრი არის მოკლედ თვითონ მექანიზმზეც და საინტერესო და კარგი მოდელი არის. მინდა გითხრათ, ეს ედისი ყოველდღიურ ვარიანტში გავუწევდი რეკომენდაციას ცოტა ბიუჯეტურ ედისის ვინც ეძებს. ეს კი კაიზერ დროპბიარ 2 არის, აზო მოდელი, ესეთი კლიპ პოინტი პირით გამოუშვეს, კარგი დაშვება აქვს
ნიტროვი გვაქვს ფოლადი და ბათონლობ ჩამკეტის სისტემა. თანი მიკარტა მსუბუქი და ასევე ბიუჯეტური კარგი ედისი დიპქერი საკიდით. ისეთი რაღაცა თბილი მსუბუქი და კარგი ყოველდღიური მოსახმარი დანა შედარებით ბიუჯეტური ასევე და იგივე ხას გავყვეთ CVV-ისა ეს კარგი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ Yonderi ქვია ამ მოდელს ერთი ლამაზი ეგზოტიკური ხისტარი გვაქვს და დამასკოს ფოლადი ძალიან ლამაზად კარგად შეფერილი სტოუნოში აქვს გაკეთებული ძალიან რბილი მექანიკით სხვათა შორის და ვიცი ფიქრობ საინტერესო და კარგი ტიპია ესეც მეგობრებო კარგი სამუშაო ფორმა აქვს ალბათ ის დასაჭრელად დაშვებაც ისეთი აქვს თხელი ფიქრობ ძალიან კარგად გააჩვენს პროდუქტს და ყველაფერს შემდეგი მოდელი ცოტა უფრო ავწიოთ კლასი მაღლა White River-ისა ეს ჯენტლმენის slip joint-ი დასაკეცი დანა უნდა წარმოგიდგინოთ ესეთი ორმაგი ფიქსაციით მიკარტას თარი და ძალიან საინტერესო და მაგარი მოდელი S35 VN გვაქვს ამ შემთხვევაში ფხნილოვანი ფოლადი Trailhead Trapper ქვია ამ მოდელს აი ესე იკეცებაც გავწკაფ ძალიან ისეთი მსუბუქი და ნუ ამათი შეფუთვა ცალკე ის არის ხუთი აქვე დავდე რომ ეჩვენებია White River ძალიან კარგი შეფუთვა აქვს ყოველთვის და სასაც უკრეთ გინდა ისედაც აკოლექციოდაც შეფუთვაზე რომ დაფიქრია მოკლედ ძალიან კარგი ამბავია და ვაფასებ ხოლმე ყოველთვის შემდეგი მოდელი Kaiser-ის Milito უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო ტიტანის ტარი ტინტაში ჩასმული არის ლამაზი fat carbon-ი და Black Mirror polish-ი პირის დაფარვა ფოლადი გვაქვს S45 VN-ი ფხნილოვანი და ესეთი 3D საკიდი კლიპსა კარგად იხსნება როგორც ესე ფრონტით ასევე ხელში სათამაშოდ მოკლედ ძალიან კარგი და საინტერესო მოდელია და ამავე დროს პრაქტიკული ეს მოდელი ჩვენ ადრეს გქონდა სხვა ფერში გვაქვს კიდეც გვიდევს ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ მოკლედ ესეთი ფერში წარმოგიდგინეთ ახლა კი გადავინაცვლოთ ისევ ამერიკაში აი ესეთი მაგარი ძალიან კარგი საინტერესო off-grid-ის მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ Scorpion V3 CPM მაგნაკათი გვაქვს ფოლადი და ტარში ჩასმული კარბონი ან ტიტანში ჩასმული კარბონი გვაქვს არად გამოყენებული საშუალო ზომის ცოტა უფრო დიდი არც პატარა ანუ მოკლედ დიდი დანებში გადის ჩემი აზრით აი ეს ჩიმპინგები ხელში კარგად დის სხვადასხვა მდგომარეობაში ძალიან მაგარი ხმა აქვს და კარგი მექანიკა მაგარი ედისია ესეც მოკლედ შავი ტონოში დაფარვით DLC დაფარვით უკაცრავად ამოსფერი არ გადაუარავით ამ შემთხვევაში და მოკლედ მაღალი კლასის დანაა შემდეგ Microtech-ზე გადავიდეთ Microtech-ის Ultratech-ი არის ეს ამოდ უკვე ZBP Zero Blade Clay ანუ არ აქვს ეგრეთ წოდებული რყევა პირზე ყარად დგას შავი სტოუნოში დაფარვით გვაქვს პირი M390 MK ფოლადი აი ესეთი მაგარი 3D საკიდი თავისი კლასიკური ბურთულით მოკლედ საინტერესო და მაგარი ტაქტიკული დანა Microtech-ისგან ახლა კი გადავიდეთ Spyderco SIAM მაგარ მოდელზე Spyderco MacB J Magnus-ი გახლავთ ამდანის დიზაინერი მაგრამ დიზაინი ჩვენო მეგობარმა Oxidizer Custom-მა შეუცვალა აი ესეთი მაგარი ანოდირება გაუკეთა scale-ზე ტიტანზე რომელიც ფიქრობ ძალიან მოუხდა ესეთი რაღაცა ლამაზი ფიგურებია დატანილი საკიდის დასამშვენის მისი გაკეთებულია და ფიქრობ ძალიან საინტერესო საყვარელი მაგარი თან საყვარელი და თან მაღალი კლასის არ დაგავიწყოთ ძალიან მაღალი კლასის დასაკეცი დანა TTS XH ფოლადი და რა თქმა უნდა ტიტანის ტარი აი ესეთი მაგარი ანოდირებით ახლა გადავიდეთ ფიქსირებულ დანებზე ტოპსის ორი კარგი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ ტაქტიკური დანებია როგორც მოგეხსენებათ ისეთი ძალიან მყარი full tank-ი ტარი ესეთი მიკარტას სახელურებით 1095 ფოლადი ესეთი უხეში დაფერვით რომელიც არ გადავარავით და შემთხვევაში და გათვლილია უკიდურესად მძიმე დატვირთვებზე ტოპს ქეთი ქვია ამ მოდელს covert anti-terrorism ესე იშიფრება ეს აბრევიატურა აი ესეთი მაგარი მიკარტას ტარი ძალიან კარგი საკიდი იქნაიფათაც გამოდგება რა თქმა უნდა და შემდეგი ტოპსის ძალიან კარგი მოდელი წინა ვიდეოში ჩავწერეთ ჩვენ ტოპსის დანები და ისინი უფრო დიდი ზომის იყო ახლა შედარებით მომცროები ჩამოვიტანეთ მაგრამ ძალიან ამტანი და ძლიერები ნახეთ 6 მმ-ის სისქი აქვს ფოლადი და დაშვება საკმაოდ თხელი აქვს ანუ გაჭრითაც კარგად გაჭრის და თან ძალიან მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი მიკარტას ტარი ხელში ძალიან მაგრა ძის არ არსებობს არანაირი ის მოკლედ რაც არ უნდა მძიმე დატვირთო და რაღაცა მოგიწევს ცოტა მძიმე სამუშაოები ყველაფერს უპრობლემოდ გააკეთებს ეს დანა Delta Unit 3 ქვია ამ მოდელს
და ასეთი მაგარი დაიდექსის კარქაში გვაქვს ამ შემთხვევაშიც. ახლა გადავიდეთ, მოდი ჩვენი მეგობარი როგორც დავიდან თქვი, დაიწყო ესეთი ძალიან კარგი ტყავის ნივთების კეთება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვთხოვეთ და დაამზადა დანებისთვის. არის კიდევ ასეთი ორგანაიზერები, წერანჩავდა ეს სოლაითის ფანერი და ძალიან კარგად წავიდა გიო. ეს ჩვენი ოხბრიდის White Rivers უკაცრავდა ეს დანა. ერთად გამოვიდა შესანიშნავი დუეტი ვფიქრობ. ძალიან კარგი ტიპია და რაღაცა მსგავსი კომპლექტაციების გაკეთება შეიძლება უკვე თვითონ მომხმარებლის გემოვნებით. აქვე ეს მულტიტულებიც ნახოთ, მოდი უცებ ძალიან მოსაწყენი და დიდი ვიდეოც რო არ გამოგვივიდეს შედარებით სწრაფად გავიაროთ. გერბერის ეს მოყვება სხვადასხვა კანჩები. ესეთი მექანიზმი აქვს გერბერს, როგორც ვიცით. ჩამპედზეა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ის კეთოს. და ისევე მკეცება. ეს კი სოგია მეგობრებო. სოგის თავარი უპირატესობა ალბათ აი მექანიზმშია, ეს კვილანები, ანუ იმაზე ბევრად მეტად ძლიერად ეჭირება ხელი, ვიდრე ძალიან მარტო ხელთან ეს ბერკეტებიც ეხმარება. ამ ყველაფერში და კიდევ სოგს კარგი გათვლა აქვს აი აქ. ჩამკეტზე აქვს კეტავს, ანუ როგორც თვითონ აი ეს უკან ჩამკეტი აქვს და ეს ის აქედან ანუ ორივე მხრიდან ფიქსირდება მოკლედ რა. ეს უნდა ჩამოწიოთ მოძრმთლიანად და აი ამ ბეკლოკით იკეცება. კი, ეს შეიძლება უბრალოდ უხეშად გამოწიო უბრალოდ. ისევე მარტივად არაფერი პრობლემა არ გვაქვს. და შემდეგი ვიქტორინოქსის მულტიტული უნდა წარმოგიდგინოთ ასევე, რომელსაც ძალიან კარგი და რბილი მექანიზმი აქვს. ასე ძალიან მაღალი დონისა იგრძნობა ჩამკეტის სისტემა, აქაც ესეთი აქსის ლოკი გვაქვს. რომელიც საინტერესო და კარგი ნივთებია, ვფიქრობ მეგობრებო. ამაზე დანარჩენი ხა დეტალურად რომ მოგზადებით ადგილზე გავიაროთ, ვფიქრობ ჯობია. დღეისთვის სულ ეს იყო, ცოტა მრავალფეროვანი ვიდეო გამოგვივიდა, გვაქვს დასაკეციედისი დანები, ცოტა ბიუჯეტური, შედარებით მაღალი კლასიც, ასევე ფიქსირებული დანები, ტყავის ნივთები, მულტიტულები და ფანერები არის მეგონი მთავარი სიახლე ამჯერად ჩვენს მაღაზიაში და როგორც იცით, ოლაითების გვაქვს მაღაზიაში. ერთი ვიდეო ჩავწერეთ მაგაზე ჩვენს გამომწერებს ეცოდინებათ Nighthoris დაგვემატა და Nighthoris კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით ვიქნებით ცოტა ხანში თქვენს წინაშე წარმოდგენილები. ახლა დროებით დაგემშვიდობებით და წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ ისევე. ხო, რაღაც დამოვიწყდა როგორც ყოველთვის. არხის გამოწერა მინდოდა მეთხოვა, გამოიწერეთ თუ შეიძლება და ფასებს რაც შეეხება და მახასიათებლებს ეს ნივთები დაიდება ხვალ ან მაქსიმუმზე გამო 1-2 დღის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე www.blade.gr და ნახავთ და გაეცნობით. კარგად ბრძანდებოდეთ.